იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა ბიჭი. დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცოლი ერთი ავი და აშარი ქალი გამოდგა. გერს მუდამ სცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა. ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა, სახელად წიქარა ერქვა. ძალიან უყვარდა. ყოველდღე მინდორში დახავდა. დაბინდებამდე აძოვებდა, აბანავებდა, ჩრდილში ასვენებდა, რომ სიცხეს არ შეეწუხებინა და მისი მოვლით თვითონაც ერთობოდა. დედინაცვალი კი არ ცხრებოდა. გერის თავიდან მოშორება უნდოდა. სხვა ფრივ რომ დერას გახდა, ადგა და ერთხელ თავი მოიავადმყოფა. დაიწყო ტყუილი კვნესა და გმინვა. ქმარმა კითხა, რა გიშველისო? წიქარას გულღვიძლის გარდა ვერაფერი მომარჩენსო, უთხრა ქალმა. იცოდა წიქარას დაკლა ბიჭს დარდით დაასნეულებდა და ბოლოს მოუღებდა. მამა შეწუხდა ამ სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ რას იზამდა? ქალი რომ ლოგინიდან აღარ ადგებოდა. გადაწყვიტა დაეკლა წიქარა. მეორე დილას ვაჟი ხედავს, მამა დანას ალესავს. რად გინდა მამა ეგ დანა? რისთვის ალესაო? კითხა ვაჟმა. წიქარამ და დავკლავ, უთხრა მამამ. დაღონდა ბიჭი, მაგრამ რა უნდა ექნა? წავალ, წყალს მაინც დავალევინებო, უთხრა ბიჭმა. წაიყვანა წიქარა წყალზე. ასმევს წყალსა და ტირის. ტირის ისე, რომ მისი ცრემლები წყალს ეწევიან. რა გატირებს, ჩემო მებუბარო? რაზე ითხრი თვალებს, შემოგევლო შენი წიქარაო? ბიჭმა მიიხედა, ეგონა მომესმაო. შეშინებული და განცვიფრებული დიდხანს გონს ვერ მოსულიყო. ბოლოს მიხვდა, რომ თავისი წიქარა ელაპარაკებოდა. დაკლას გიპირებენ, დაკლასო, მიუგო ვაჟმა. ვიცი, ჩემო მეგობარო, მაგრამ არც შენ მოგელი კარგი დღე. წადი, წამოიღე ერთი სალესავი, ერთი სავარცხელი და ერთი ბოთლი წყალი. შემაჯექი ზურგზე და გავიპაროთო. ვაჟმა მოიტანა ყველაფერი და მოვიდა. წიქარამ შეისვა ვაჟს ზურგზე და გაჰკუსლეს. მამა ელოდა და ბიჭი რომ აღარ მობრუნდა, წავიდა წყალზე. ბიჭი იქარ დაუხვდა, აქეთეცა, იქითეცა, მაგრამ შვილისა და წიქარას ასავალ-დასავალი ვერ შეიტყო. დედინაცვალმა გერის დაკარგვა არად ჩააგდო, მაგრამ როცა ქმარმა უთხრა, წიქარაც თან წაუყვანიაო, ერთი წყვეული ღორი ყავდა და ის გამოუყენი. მირბის წიქარა, მიარბენინებს პატარა მეგობარს, მისდევს ეშვებ დალესილი ღორი. ეს არის უნდა დაეწიოს, რომ წიქარა მუთხრა ბიჭს.